კომპეტენტური ანალიზი. ეთერში კაპიტალის დროა სანდრო ვებხვაძესთან ერთად. გამარჯობა ქალბატონებო და ბატონებო, ეს თქვენი კაპიტალია, რადიო ჯორჯიან ტაიმსის ეთერში FM 92-ზე და 3-ზე, მოკლედ აქამდე ანალიტიკურ ფორმატს გთავაზობდით სამშაბათობით და პარასკევობით, ნუ ცხადია ეს დღეები რჩება და პლუს ემატება ორშაბათობითაც შემოგთავაზებთ, მოკლედ ამიერიდან დღეიდან ანალიტიკურ ფორმატს, სადაც საინტერესო სტუმრებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ბიზნეს და ეკონომიკურ აქცენტებს დავსვავთ და მოკლედ დავიწყეთ ჩაუყარეთ ტრადიციას საფუძველი დღეიდან და მოკლედ გადაცემის პირველ ბლოკში მინდა ვისაუბრო ძალიან საინტერესო თემაზე და ანუ აი ამ თემების სპექტრს ახლა რამდენიმე წამში გეტყვით თუ რაზე გვექნება საუბარი, მანამდე წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარს, ინვეთ ჯგუფის დამფუძნებელს ბატონ დავით ჩალამბერიძეს, რომელიც გადაცემა კაპიტალის პირველი ბლოკის სტუმარია. მოგესალმებით ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოკლედ კომპანიას აქვს ძალიან ესეთი მრავალწლიანი გამოცდილება, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, ფერმერების მხარდაჭერის მიმართულებით, ზოგადად მეცხოველეობის კუთხით, ჯანმრთელობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ერთის მხრივ სურსათის ჭრილში სამომავლოდ და შემდეგ უკვე ცალკეული სოფლის მეურნეობის ოპერაციების ჭრილში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, არ მომბეზდება ამ ეპითეტის გამოყენება. აქედან გამომდინარე, ნუ მოკლედ გავაკეთოთ შესავალი კომპანიის, ასე ვთქვათ, ოპერირების შესახებ და მერე უკვე გადავიდეთ ძირითად ამ შემთხვევაში პრინციპებზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელსაც და მსმენელსაც. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ორიოდე სიტყვით მოგახსენებ ჩვენი მოღვაწეობის შესახებ. ძირითადად ჩვენი საწყისი გახლავთ ვეტერინარია, ანუ ცხოველთა ჯანმრთელობა. უკვე 20 წლამდეა, 19 წელია, რაც აქტიურად ვართ ბაზარზე. მომავალ წელს გვაქვს საიუბილეო თარიღი 20 წელი არსებობის და როგორც ამ ბოლო პერიოდში კიდევ დავიწყეთ ცხოველთა კვებაზე ზრუნვა, ანუ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა საკვების გადამამუშავებელი ქარხანა ავაშენეთ და საკმაოდ წარმატებით ვოპერირებთ საქართველოს ბაზარზე და არა მარტო საქართველოს ბაზარზე, ექსპორტიც დავიწყეთ, თუმცა დღევანდელმა შექმნილმა პანდემიამ შეგვიშალა ხელი, რომ უფრო ფართოდ გაგვეშალა ეს ჩვენი მოღვაწეობა, წარმოებული პროდუქცია გაგვეტანა უცხოეთში და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს აგრეთვე სერვისული მომსახურება, ანუ ფერმერულ მეურნეობებს ვემსახურებით სერვისი გაგვაჩნია. საკმაოდ მძლავრი ჯგუფი გვყავს ვეტერინარების, რომლებიც ყოველდღიურად დადიან დარგების მიხედვით და ემსახურებიან ფერმებს მაღალ დონეზე. გვაქვს შემუშავებული ფერმების აუდიტის პროგრამა და ვაძლევთ, რა თქმა უნდა, სწორ მიმართულებას, როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის კუთხით, ასევე კვების კუთხით, რომელიც მე მაინტერესებს თავარი არის ჩვენთვისაც და მოსახლეობისთვისაც, რადგან ზუსტად აქედან აი ამ ორი მნიშვნელოვანი მიმართულების დაცვით მივიღებთ მხოლოდ უნებელ პროდუქტებს მოსახლეობისთვის. მე მაინტერესებს ბატონ დავით სპექტრი თვითონ სოფლის მეურნეობის, ანუ ეს მოიცავს თითოეულ ყველა მიმართულებას, ანუ სოფლის მეურნეობის თუ არის რაღაც გამონაკლისები. საერთოდ სოფლის მეურნეობას ჩვენ რახამს მეცხოველეობაში მოვაწეობთ, მოიცავს როგორც მესაქონლეობას, ასევე მეღორეობას და მეფრინველობას. ეს არის სამი, რა თქმა უნდა, ახლა კურდღელიც არის და კურდღელის კუთხითაც გვაქვს ჩვენ გარკვეული გამოცდილება და გავცემთ ამ ჩვენ სერვისებს, მაგრამ ძირითადად ეს სამი მიმართულებაა, მესაქონლეობა იყოფა კიდევ მერძეულ მიმართულებად, მეხორცულ მიმართულებად, მეღორეობა და მეფრინველობა, მეკვერცხულ მიმართულებად და ხორცის. ბატონო, მე მაინტერესებს აი ხა ძალიან საინტერესო მიმართულებებია რეალურად. ევროპასთან ასოცირების ჭრილში ჩვენ ახლა გვაქვს ნაკისრი, ცალკეულწილად ვალდებულებები, იგივე თუნდაც დაგენერირებული პროდუქციის ჭრილში, იგივე რძის პროდუქცია, იგივე ხორცი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რასაც ვაგენერირებთ თვლიანობაში სოფლის მეურნეობის ამ მიმართულებიდან. რამდენად გეგმაზომიერად მიყვება ქართული სამეწარმეო ეკოსისტემა ევროკავშირის მოთხოვნებს
თქვენი შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხით, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ რომ აუდიტსაც ახორციელებთ გარკვეულწილად, რომელიც კონსალტინგსაც მოიცავს, ცალკეულწილად და პირდაპირ მნიშვნელობითაც შეიძლება თამამად ითქვას, რამდენად ჰარმონიაშია ქართული სამეწარმეო სულისკვეთება ამ ჭრილში ევროპულ მოთხოვნებთან და ევროპასთან ასოცირების ჭრილში ნაკის რვალდებულებებთან. გიპასუხებთ, მოგეხსენებათ, ჯერ რო ვთქვათ, თვითონ ჩვენი ფერმერული კულტურა შორს არის ევროპული ფერმერული ჯერჯერობით სამწუხაროდ, დიახ. რაც შეეხება ჩვენს მიერ მიწოდებულ სერვისებს, ეს სერვისები და მსგავსი სერვისების იმპლემენტაცია ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან დავიწყეთ, იმიტომ რომ ჩვენი სპეციალისტები ზუსტად ევროპელი პარტნიორების წყალობით გადამზადდნენ და აი ეს სისტემები, რომელიც დავნერგეთ საქართველოში, ზუსტად იმათი დამსახურება არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების, რომლებთანაც ჩვენ მუშაობთ ინტენსიურად, ყავს ძალიან ბევრი პარტნიორი, მაგრამ აქედან გამორჩეულად ყავს 5-6 სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც ზუსტად გარდა იმისა, რომ ჩვენ მათ პროდუქციას ვთავაზობთ ჩვენს ფერმერებს, ამასთან ერთად ჩვენ და მათ შორის არის ეს შეთანხმება, რომ ჩვენი სპეციალისტები უნდა გადავამზადოთ და უნდა იყვნენ ჩვენი მიწოდებული სერვისები უნდა იყოს შესაბამისობაში ევროპულ სერვისებთან. უბრალოდ აი როგორც აღნიშნე, ჯერ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი, თუმცა არის საქართველოში რამოდენიმე ინდუსტრიული მაღალი დონის კომპანია, რომელიც ზედმიწოვნით პასუხებს ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ აი რო გითხრათ, რომ ეს არის მასიურად არ არის და ამისთვის ბევრი არის გასაკეთებელი. აი რა არის თქვენი აზრით გასაკეთებელი? აი ლაბორატორიები მაგალითად, ხო? ან მე ვიცი, ეხლა გაცილებით უფრო კომპეტენტური ბრძანდებით ამ საკითხში, აქედან გამომდინარე, მე შემიძლია უბრალოდ პასაჟი გავაჟღერო, ანუ მე ვიცი, რომ მაგალითად თუნდაც იგივე რძის მოპოვების კუთხით არსებობდა პრობლემა, თუნდაც ლაბორატორიების კუთხით, რომ თქვათ არ შეესაბამებოდა საქართველოში დაგენერირებული რძის პროდუქცია იმ სტანდარტებს, რასაც ევროპა გვთხოვს. შესაბამისად ეს ყველაფერი და შესაბამისი სერტიფიკატი უნდა დადოს ლაბორატორიამ და აი აქ მივდივართ უკვე სახელმწიფოს როლზე, ანუ აი სახელმწიფო რამდენად მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია იმისთვის, რომ აი თქვენნაირმა წარმატებულმა კომპანიებმა გაცილებით უფრო კარგად შეძლონ საკუთარი თავის წარმოჩენა. ეხლა რახამც რძის სექტორში ეს განყენებულია. კონკრეტულად შეიძლება გავაცოდდეს ცალკეულ მიმართულებას. შევეხეთ ვისაუბროთ რძეზე და რძის იმაზე. საქართველოში ნედლი რძის, რა თქმა უნდა, დეფიციტი არის და ფასიც მაღალია. მაგრამ აქეთ არის მეორე მხარე, რომ თვითონ მერძეული მიმართულების განვითარებას დიდი ინვესტიცია, დიდი განათლება, აი ხას უწვავ, რო აღნიშნე მე ტყუილად არა ფერმერის კულტურა. ფერმერის კულტურა ითვალისწინებს აი ამ ცოდნის დაგროვებას და გამოცდილებას ერთად. აი ეს არა გვაქვს და არც ინვესტიციები თუ არც ისა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მუშაობს ბევრი აგროპროექტი, აგროსესხები, ასევე არის თანამონაწილეობა სახელმწიფოსი, მაინც ეს დარგი ვერ გაიმართა წელში, იმიტომ რომ მერძეული მიმართულების მეცხოველეობისთვის არის კიდევ ბევრი გასაკეთებელი იმ კუთხით, რომ 1 და 2 წელიწადი თუ გინდ 5 წელიწადი ძალიან მცირე არის. აქ სახელმწიფო ჩემი აზრით უნდა ჩაერთოს იმ კუთხით პირველი ალბათ მნიშვნელოვანი როლი თვითღირებულებაში 1 ლიტრა რძის, 1 ლიტრა ხორცის, 1 კვერცხის თვითღირებულებაში ყველაზე დიდი წილი მიდის საკვებზე. და თვითონ კვების ტექნოლოგიასაც. იმიტომ რომ ჩვენ შემოყავს ახლა ინტენსიურად ჩვენ ფერმერებს შემოყავთ მაღალპროდუქტიული ინდუსტრიული ჯიშები, რომლებიც არიან ძალიან ფაქიზები და ზუსტად უნდა მოვარგოთ მათ როგორც მოვლა შენახვის პირობები, ასევე კვება. და რა თქმა უნდა პრევენცია ვეტერინარული კუთხით ჯანმრთელობაზე რო ვიზრუნოთ. აქედან გამომდინარე, ესენ თუ ზედმიწევნით არ დავიცავით, ის ეფექტი იკარგება. რომელიმე აი აქედან აი ამ ჯაჭვიდან რომელიმე თუ გამოგჩა ეს ძირითადი, ის ეფექტი არ გვექნება. იკარგება. აქედან გამომდინარე, აი ზუსტად ეს არის, რომ ეხლა ევროპელი და განვითარებული ქვეყნების თქვათ გენეტიკოსები, რომლებსაც გამოყავთ მაღალპროდუქტიული ჯიშები, ზრუნავენ, რომ იქიდან მიიღონ რაც შეიძლება მაღალი პროდუქცია, მაგრამ
რა თქმა უნდა შესაბამისი პირობები, კი ბატონო, რა თქმა უნდა. აი ეს აქეთა ისა მიუხედავად იმისა, მაინც კარგი ტენდენცია არის, რომ ვითარდება დარგები, მაგრამ ძალიან ძნელად. ანუ უფრო მეტი ხელშეწყობა, უფრო მეტი ჩართულობა ჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მსხვილი უცხოური პროექტი კონსალტინგის ამბავში მუშაობს, სხვადასხვა დახმარე ატრეინინგებენ ფერმერებს, მაინც ბევრია ასე. კი, მე მესმის, რომ ამ შემთხვევაში მიყავთ, ჩვენც მიყავთ ფერმერები უცხოეთში, ახლა ამპანდემიის დროს შეჩერებულია ყველაფერი. მიყავდათ აქამდე, აი რომელ ქვეყნებში და რა მიმართულებებით ჩვენი ფერმერები მიყავდა ძირითადად ევროპულ ქვეყნებში, ძირითადად ევროპელი პარტნიორები ყავს, ჩვენ რომლებიც გვეხმარებიან, როგორც ჩვენ გვამზადებენ, თუ საჭიროა ჩვენ ჩვენ ფერმერებსაც ამზადებენ, აქაც უმართავთ ხოლმე საერთაშორისო დონის ტრეინინგებს, ჩამოდიან მათი ტრენერები და აკეთებენ არა მარტო თეორიულ კურსს, არამედ პრაქტიკულ კურსს, რამოდენიმე ის გვაქვს გაკეთებული კახეთში, დასავლეთ საქართველოში და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ჩვენ ვშრომობთ, ფერმერები შრომობენ, მაგრამ უფრო მეტი არის გასაკეთებელია და აი როგორც ვახსენე რა, ყველაზე დიდი თვითღირებულებაში ყველაზე დიდი წილი უჭირავს კვებას. ანუ ყველაზე მეტი 80%-მდე კვებაზე მოდის თითოეული 1 ლიტრი რძე იქნება 1 კილოგრამი ხორცი იქნება თუ კვერცხი იქნება თუ ასე შემდეგ. ისე სხვადასხვა საინტერესოა აი ამ პრობლემის არსს ეხლა რას თქვენ ძალიან ესე კომპეტენტურად გაშალეთ, აცნობიერებენ თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ჩვენ სხვადასხვა დროს გქონია და გვაქვს საშუალება რომ ცხადია ამ კითხვებით მიმართოთ იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებს, მაგრამ აი თქვენ თუ გქონიათ მათთან კომუნიკაცია და საერთოდ არის თუ არა წარმოდგენა იმაზე, ნუ ახლა რომ მაინც და მაინც ნეგატიურ ჭრილში ამას, არის თუ არა წარმოდგენა იმაზე, რა პრობლემებთან გვაქვს საქმე. პრობლემა, აი, რახან საკვებს შევეხეთ, ეს მარტო ადამიანებისთვისაც არის, ანუ ადამიანიც მოიხსენებათ მარცვლეულს პურის სახით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. აი, ყოველ წელს უარესდება მარცვლეულის წარმოება საქართველოში, ეს არის უდიდესი პრობლემა ჩემი აზრით და 100%-ით ვართ რუსეთზე დამოკიდებული. რუსეთის ბაზარი გახლავთ ძალიან არასტაბილური. როგორც უნდათ ისე ათამაშებენ ფასებს, უნდათ მოგცემენ მარცვლეულს, უნდათ არ მოგცემენ. არის ხოლმე ძალიან დიდი პრობლემები ხშირად იქნება. აი დივერსიფიცირება შეიძლება. პოლიტიკური სარჩულიც უდევს და ეს რაღაც ერთ-ერთი რომ ხედავს რომ ეს არის ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული. ბატონო, აი რო შევცვალოთ ეს სურათი, ხა აი მაგალითად თუნდაც იგივე რა შუაშია, მაგრამ აი ზუსტად რომ შუაშია, პრინციპში საინტერესო მაგალითია ღვინის სექტორი, ხო? ანუ იგივე ამ პრობლემებს წავაწყდით რუსეთის ბაზართან მიმართებაში, არასტაბილურობა, პოლიტიკური კომპონენტი და ჩვენ დავიწყეთ დივერსიფიცირება, ანუ ალტერნატიული ბაზრების ძებნა. ამ შემთხვევაში საჩეგვილია ვეძებოთ ალტერნატიული მიმართულება. ალტერნატიული ბაზარი უნდა ეძებო პირველ რიგში შენ ქვეყანაში, იმიტომ რომ კარგი ნათქვამია ნამდვილად. მარცვლეულის მოყვანის საკმაოდ დიდი ტრადიცია გვაქვს და ბევრი ენდემური ჯიში გვაქვს ხორბლის, ეს ახლა ყველაზე ნაცნობილი ის არის, ფაქტი არის და ერთ-ერთი წარმატებული ტრადიციულად ქვეყანა ვიყავით, რომელსაც მარცვლეული მოყავდა. უბრალოდ მე აი ამ საბჭოთა კავშირის დროს გადაფასდა ეს და უფრო სხვა კულტურები, უფრო მოთხოვნადი იყო საქართველოსგან ვიდრე თქვათ მარცვლეული, იმიტომ რომ ცენტრალიზებული იყო ეს მართლობა საბჭოთა კავშირის. აქედან გამომდინარე ტრადიციაც დაიკარგა მარცვლეულის მოყვანის ის კულტურა, ის ტრადიცია, ის უნიკალური ჯიშების ალბათ განადგურდა და დღეს გვაქვს ძალიან ცუდი სტატისტიკა ამ მხრივ. ანუ მე ამას წინათ ერთ-ერთ აგრარულ ტელევიზიაზე უსმინე, ზუსტი სტატისტიკა წარმოადგინეს, პრეზენტაციის სახით იყო, ძალიან საინტერესო და აღშფოთებული დავრჩი და ალბათ ყველა ქართველს ამ სტატისტიკის შემდეგ პირველ რიგში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეწუხდებიან და უნდა შეწუხდეს ყველა მოქალაქე რა. იმიტომ რომ საქართველოში დღესდღეობით არსებობს 800,000 ჰექტარი
სახნავს სასოფლო სამეურნეო მიწა. და სავალალოა, რომ აქედან მხოლოდ 204,000 ჰექტარი არის დამუშავებული. ანუ სადაც 600 ჰექტარამდე, რომელიც ახლა წარმოიდგინეთ, ზოგადად რო ავიღოთ 69 მილიონი ჰექტარი არის საქართველოს ტერიტორია, თავი აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩათვლით, რა თქმა უნდა. და აქედან ძალიან მცირე არის 800,000 ჰექტარი სახნავს ისედაც მცირე გვაქვს, რო ავიღოთ ახლა უკრაინასთან, ბელორუსთანაც თუნდაც და შედარებით, იმიტომ რომ ძალიან მცირე პროცენტი არის თაგორიანია და უმეტესობა არ არის გამოსაყენებელი სახნავს. იქიდანაც რაც გვაქვს, იმის მესამედი მუშავდება და იმ დამუშავებული 204,000 ჰექტარიდან რაციონალურად და რენტაბელურად ალბათ ნახევარი იქნება, ან იქნება ან არა. ეს არის ძალიან სამწუხარო და ძალიან ნიშანდობლივი ინფორმაცია, იმიტომ რომ ქვეყანას ჰქონდეს პოტენციალი და არ იყენებდეს, ეს არის უკვე დანაშაული. მე მინდა რომ მოვასწროთ ბევრი თემა და მეფრინველეობას მინდა შევეხო თქვენის ნებართვით. სხვათა შორის სანამდე დავიწყებდით საუბარს, პრივატულად საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი მეწარმეები ამ ჭრილში არიან ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, იმიტომ რომ ცალკეუწილად შეინიშნება დემპინგური ელემენტები ბაზარზე. რაში მდგომარეობს ეს დემპინგური ელემენტები? ამაზე თქვენ გაგვცემთ პასუხს, მაგრამ მანამდე აი სახელმწიფო რამდენად არეგულირებს თუნდაც საკანონმდებლო დონეზე იმას, ნუ ეხლა ანტიდემპინგური კანონი ჯერჯერობით ვერ ვიხილით. ვერ იხილა დღის სინათლე ამ კანონპროექტმა, იმედია რომ ძალიან მალე ნახავთ ამ შემთხვევაში სამეწარმეო ხელშეწყობის კუთხით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბერკეტს, გულისხმობ იმას, რომ ქართველი მეწარმე საქართველოში უნდა იყოს დაცული, სხვადასხვა ტიპის ესე ვთქვათ არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან და ამ შემთხვევაში ვემიჯნები აბსოლუტურად პროლიბერალურ შეხედულებებს, რომ ბაზარი დაარეგულირებს, არაფერს ბაზარი არ დაარეგულირებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა დაარეგულიროს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, მეფრინველეობის კუთხით რა პრობლემები გვაქვს დღეს? მოახსენებთ, რა თქმა უნდა, მეც მომხრევა, რომ კონკურენცია უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა იყოს ეს მიზანმიმართული იმის გამო, რომ ვიღაცას ჭარბი წარმოება აქვს, ან რომელიღაცა ბაზარი დაეკეტა, თქვათ თურქეთი იქნება ეს უკრაინა თუ რუსეთი და საქართველოზე მოხდეს ამის ყველაფრის ხელის შეწმენდა. რაც მოხდა ახლა რამოდენიმე თვეა რაც გრძელდება, ანუ აქტიურად შემოდის დემპინგურ ფასად თურქული ქათამი, რომელიც წელში წვიტავს ჩვენს ფერმერებს დაბალი ფასით და არაკონკურენტუნარიანი ხდება ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია. ეს დემპინგი მუდმივი არ იქნება, მაგრამ ერთი შეიძლება მოხდეს და ძალიან მტკივნეული რაც შეიძლება მოხდეს, რომ ჩვენი ფერმერები გაწყვიტოს ამ ფასებმა წელში და აღარ გახდებიან რა, უბრალოდ აღარ ეკყოფათ ის რესურსი, რომ კვლავ მოახდინონ წარმოება და შეთავაზება ჩვენი პროდუქციის საქართველოს ბაზარზე. ამის უამრავი მექანიზმი არსებობს. მე არ ვამბობ, რომ არ იყოს კონკურენცია და უნდა იყოს. ჩვენ მოწერილი გვაქვს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის, ვაჭრობასთან და არა გვაქვს ამის ისა, მაგრამ არსებობს უამრავი მაინც არსებობს უამრავი ბერკეტები, რითაც შეგვიძლია ჩვენ დავიცვათ ჩვენი ბაზარი. ხანდახან არის ხოლმე ესეთი არგუმენტები აი ამ ეკონომიკური კრიზისის დროს, რომ ვითომ ჩვენი მთავრობაც კმაყოფილია, რადგან იაფიანი პროდუქცია არის ჩვენი სუპერმარკეტების დახლებზე. მაგრამ ეს ერთი მხრივ არის დროებითი, იმიტომ რომ ეს მუდმივად არ გაგრძელდება, ხო? და დროებითი თერაპია არის, რომ აი ქათამი ღირს უცხოური გაყინული რაღაც არამარკირებული, არასტანდარტული 4 ლარი ან 3.5 ლარი, როცა ჩვენი ფერმერს უჯდება მინიმუმ 5 ლარი 1 კილოგრამის წარმოება, თვითღირებულება. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ ვითომ კარგ საქმეს, მაგრამ მეორეს მხრივ აი ამ ხელა მასას ფერმერებს წვიტავენ წელში, რომ დაუცველია ფაქტიურად ყველანაირი აი ამ შემოტევებისგან, იმიტომ რომ თქვათ არის ეგეთი ისა, რომ თურქეთს დაეკეტა სიტყვაზე ერაყი ან
სირიაში ექსპორტი და აი ეს ჭარბი პროდუქციის გამო უნდა წალეკოს ჩვენი ბაზარი, ხო? ეს არის რა თქმა უნდა დროებითი და აი ამ დროებითობაში გაგვიუქმდება ისედაც მცირე წარმოება ქათმის ხორცის. ძალიან საინტერესო რეკომენდაციაა. მე აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი. ძალიან ბევრი თემა დაგვრჩა, ასე ვთქვათ, გასაშლელი, რომელსაც აუცილებლად გავშლით და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი კიდევ არაერთხელ იქნებით. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, რეკომენდაციებისთვის და ანალიზისთვის და ახლა მომავალში აუცილებლად შევხვდებით კიდევ ერთმანეთს. მაშასე, ეხლა მცირედი სარეკლამო პაუზის დროა და ძალიან მალე დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. უკვე სტარტაპებზე ვისაუბრებთ, ასე რომ შორს არ წახვიდეთ, მალე შევხვდებით ერთმანეთს. ქვეყანაში მიმდინარე მთავარი ეკონომიკური მოვლენების კომპეტენტური ანალიზი. ეთერში კაპიტალის დროა სანდრო ვებხვაძესთან ერთად. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05. მოგზანდით თერგი ერთის ბაზრობაზე დინამო სტადიონთან და შეიძინეთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სპორტული სამოსი, თეთრეული, ჭურჭელი, ერთჯერადი და მრავალჯერადი ნივთები, საყოფაცხოვრებო საქონელი, საკვები პროდუქტები. თქვენი გემოვნებით როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. ჩვენთან ყოველთვის დაბალი ფასებია. გელოდებით. ჩვენ ვიცავთ რეგულაციებს და ჩვენთან ვაჭრობა უსაფრთხოა. აირჩიე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მიღებული ცოდნა შენი აღმაშენებელია. დამოკიდებულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი, ეს არის დამოკიდებულება აფხაზეთის პრობლემისადმი და დამოკიდებულება აფხაზეთის პრობლემისადმი, ეს არის დამოკიდებულება ერთიანი ქართული სახელმწიფოსადმი. უმოკლესი გზა, ვემსახუროთ ქვეყნის ერთიანობას, გადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ეს არის პასუხისმგებლობა და დამატებითი ტვირთი ქართული სახელმწიფოსა და მისი მომავლის წინაშე. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდ 3w.sou.edu.g. 0% საკომისიო, 5% кэшბექი. აქცია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალში. მიიღეთ 90%-მდე დაფინანსება ავტომობილზე შემოსავლების დადასტურების გარეშე. ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს 3w.central.g ან დაუკავშირდით ჩვენს call-ცენტრს 032 288 0088. როკობეთის განახლებულ სპორტში 5-1 დაიწყო. დადებსონი ნებისმიერ სპორტზე და ერთი პოზიციის წაგების შემთხვევაში მიიღე кэшბექი 100% free betting და 100% free spin. Krokobet.com. გაერთე უსასრულოდ. კომპანია ლილუმ პეიზაჟი გთავაზობთ ეზოების, სკვერების, ოფისების, რესტორნებისა და ბარების კეთილმოწყობას, ლანდშაფტის დიზაინისა და მცენარეების ქიმიურ დამუშავებას. გვეწვიეთ და შეიძინეთ მაღალი ხარისხის ერთწლიანი და მრავალწლიანი მარადმწვანე ხეები, დეკორატიული მცენარეები, ბუნებრივი ქვები და მცენარეთა მოვლის საშუალებები. ლილუმ პეიზაჟი გთავაზობთ მებაღის პერსონალურ სერვისს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გვეწვიეთ დავით აღმაშენებლის მე-12 და მე-15 კილომეტრზე. ან დაგვიკავშირდით 574 83 00 35 598 99 45 85. შეიქმენი მყუდრო გარემო თქვენს ირგვლივ. კომპანია ლილუმ პეიზაჟთან ერთად. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05. ქვეყანაში მიმდინარე მთავარი ეკონომიკური მოვლენების კომპეტენტური ანალიზი. ეთერში კაპიტალის დროა სანდრო ვებხვაძესთან ერთად. სალამი მათ, ვინც ახლა შემოგვიერთდა. გადაცემის მეორე ბლოკში ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ძალიან საინტერესო სტუმართან. სტარტაპ ეკოსისტემას ცხადია, ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ შეგნებულად და ანუ ეს ასეც გაგრძელდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ზოგადად ინოვაციები, მაღალი ტექნოლოგია ამ მიმართულებით არაერთგზის, ესე ვთქვათ, პრიორიტეტი და ასე ვთქვათ, გეგმა დეკლარირდა და ანუ იმედია რომ პრაქტიკაში ისევ ვხედავთ ცალკეულ ნაბიჯებს და გადადგმულ ნაბიჯებს ამ კუთხით, მაგრამ იმედია რომ კიდევ უფრო მეც დავინახავთ. ამისთვის კი ასეთი ეთერები არის ძალიან კარგი მასტიმულირებელი და მინდა რომ წარმოგიდგინოთ ძალიან საინტერესო სტუმარი, ჩემი მეგობარი, ბატონი ზურაბ პერტაია, რომელიც არის TBC-ის IT აკადემიის კოორდინატორი, ხო სწორად ვთქვი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ საქმიანი წრის ბოლოს გამონახეთ დრო და იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ბატონო ზურაბ, პირველ რიგში მინდა გითხოთ აუცილებლად სტარტაპ ეკოსისტემა, ანუ მოკლედ არ ვიქნები ორიგინალური თუ პანდემიურ, ესე ვთქვათ, თემებს გაურევ ჩვენ საუბარს, რა მიმართულებებით შეცვალა ზოგადად სტარტაპების ოპერირება ამ შემთხვევაში გლობალურმა პანდემიამ. ამ კითხვას შეგნებულად გისვათ, იმიტომ რომ თქვენ სტარტაპერი ბრძანდებით, ანუ გაქვთ საკუთარი სტარტაპ საქმიანობები, არაერთი. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს იმ ფონზე, რომ თუნდაც ბევრმა სტარტაპმა კარგი გაგებით იხეირა.
ამ კუთხით, იმიტომ რომ ინოვაციური ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანი წყალგამყოფი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში და აქედან გამომდინარე დივიდენდები დაიწერა. საბოლოო ჯამში კრებსითაც რო ვისაუბროთ, ანუ რა ტიპის დღის წესრიგი შეიცვალა დადებითისკენ, ანუ უარყოფითისკენ. კეთილი, პრინციპში, სტარტაპის ზოგადად ესე რომ შევხედოთ ერთ-ერთი დეფინიცია, რაც არის გაფართოების, ასე რომ ვთქვათ, შესაძლებლობა, სწრაფი შესაძლებლობა. ამას იძლევა, პრინციპში ტექნოლოგიები, ძირითადად დღესდღეობით და პანდემიამ სწორედ აჩვენა, რომ ეს არის კიდევ ერთი, ასე რომ ვთქვათ, აუცილებელი საშუალება, მიმართულება, რაც ყველა არა მარტო სტარტაპს, ზოგადად ბიზნესებმა უნდა უყურონ ამ მიმართულებით, რომ საკუთარი, ასე რომ ვთქვათ, საოპერაციო საქმიანობაში ტექნოლოგიები აქტიურად შემოიტანონ. დიახ. განსაკუთრებით პრინციპში პანდემიამ საშუალება მისცა ძალიან ბევრ, ასე რომ ვთქვათ, ჭკვიან სტარტაპერებს, ვინც დაინახა შესაძლებლობები ამ მიმართულებით ამ პერიოდის განმავლობაში, რომ უფრო მეტად განევითარებინათ საკუთარი სტარტაპები და ბიზნესები. ის ბიზნესები პრინციპში ან კომპანიები, რომლებმაც მანამდე დაინახეს, ვფიქრობ, ბევრად უფრო ჭკვიანებიც არიან და წინაც დახვდნენ, ასე რომ ვთქვათ, ესეთი ტიპის მსოფლიო გამოწვევებს. ტექნოლოგიები პრინციპში არის ის, რაზეც დღესდღეობით უკვე მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ არის აუცილებელი, რომ ესეთი ტიპის, ასე რომ ვთქვათ, გამოწვევები გადალახოს ნებისმიერმა ბიზნესმა და შესაბამისად ეს გამოწვევები აქციოს შესაძლებლობაც. კი ბატონო, ძალიან კარგი, მე მიხარია, რომ ასეთი კომპანიები, სტარტაპები არსებობენ ჩვენს ბაზარზე. უბრალოდ ახლა ჩამონათვალს არ გავაკეთებ. ახლო მომავალში ცხადია, მათთანაც ვისაუბრებთ ამ ბევრია საკმაოდ, მათ შორის საქართველოში. კი ბატონო, რაც ძალიან სასიხარულოა. მე მაინტერესებს, გადავიდეთ ახლა ერთ-ერთ მნიშვნელოვანეს მიმართულებაზე, ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ზოგადად, მე ხა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით შეიძლება ზოგადად სექტორალურად მაინც და მაინც ვერ დავიკვეხნით ჯერჯერობით, ხო? ანუ და მით უმეტეს ამ შემთხვევაში სტარტაპების კუთხით გმართებს გაცილებით ბევრი მუშაობა, განსავითარებელია angel ინვესტორების ეკოსისტემა, ვენჩორული კაპიტალი, crowdfunding, ნუ აღარ გავყვები ხა ამ თემას, მაგრამ ძალიან საინტერესო იმპულსები წამოვიდა ფინანსური ინსტიტუციებისგან. ნუ ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუციას თქვენ წარმოადგენთ, ნუ მეორე ამ შემთხვევაში თქვენი კონკურენტი 500 სტარტაპის ჭრილში ოპერირებს და მოკლედ გაჩნდა ძალიან ბევრი პირველი მერცხალი, ასე ვთქვათ, ამ კუთხით. თქვენი აზრით, ანუ აი ის პროგრამები, რასაც გვთავაზობენ, მსხვილი ფინანსური ინსტიტუციები, მათ შორის სახელმწიფო, რამდენად უწყობს ხელს ერთიანი ეკოსისტემის განვითარებას და რამდენად არის მორგებული იმაზე, რომ ბენეფიციარებმა, სტარტაპ ბენეფიციარებმა, რაც შეიძლება გაიმარტივონ, ასე ვთქვათ, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. კეთილი, პრინციპში ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ალბათ რაღაც პერიოდები საქართველოში, მათ შორის თქვა 10 წლის უკან, როდესაც შედარებით არ იყო ამდენი ხელმისაწვდომობა ფინანსებთან მიმართებაში. დღესდღეობით ბევრად უკეთესი მდგომარეობა არის სოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ძალიან კარგია ის ტენდენცია, რომ უშუალოდ კერძო სექტორი უკვე აქტიურად ჩაერთო, მათ შორის დიდი კომპანიები, ფინანსური კომპანიები, როგორიც არის თუ გინდ საბანკო სფეროდან კომპანიები, რომლებიც ტექნოლოგიების მიმართულებით საკმაოდ დიდ აქცენტს აკეთებენ, ეს ბევრი, ასე რომ ვთქვათ, უპირატესობაში გვაყენებს როგორც თლიან ქვეყანას და იმ ყველა იმ სტარტაპერებს, ვინც ამ მიმართულებით ქმნიან ბიზნესს. ეს საკმაოდ კარგი არის. ერთის მხრივ მიზეზი შეიძლება ვიფიქროთ არის ის, რომ მათ დაინახეს ამ კერძო სექტორმაც უკვე დაინახა შესაძლებლობები ამ მიმართულებით, მათ შორის ტექნოლოგიებში, იმიტომ რომ ეს მომხმარებელთან და რა ვიცი, ასეულობით, მილიონობით პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის და ბიზნესის შექმნის საშუალებას იძლევა. და სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, რომ უკვე კერძო სექტორით აქტიურად მსხვილი და საშუალო ბიზნესი ნელა პრინციპში ერთვება, არა ისე განვითარებული არის ეს მიმართულებაც როგორც თუ გინდ დასავლეთში, თუმცა უკვე კონკრეტული პრეცედენტები შეიქმნა ბოლო 2 წლის განმავლობაში მათ შორის და ეს ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი საბაბი იქნება, რომ სხვა ასე ვთქვათ კერძო ბიზნესიც უფრო აქტიურად ჩაერთოს და იგივე როგორც ახსენე angel ინვესტორების ასე რომ ვთქვათ მიმართულებით ან კომპანიების დამფუძნებლები, მფლობელები, ვისაც რეალურად აქვთ ფინანსური რესურსი, უფრო აქტიურად საკუთარი ფინანსური რესურსების ინვესტირება მოახდინონ ისეთ რისკიან
ბიზნესებში, როგორც არის მიმართულებაში, როგორც არის სტარტაპი. სტარტაპი. და შესაძლოა აი მე მაგალითად რამდენიმე წლის წინ, თუნდაც 1-2 წლის წინ ალბათ утоპიას ჩავთვლიდი კომერციული ბანკებისა და სტარტაპების სინერგიას, მაგრამ დღეს უკვე ვხედავთ სახეზე, რომ აი თქვენს ბრძანეთ და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ბანკები ამ შემთხვევაში უფრო პარტნიორები გახდნენ ცალკეულწილად სტარტაპების. მე მაინტერესებს აი სახელმწიფო პროგრამებიც მათ შორის, რომელიც არის ძალიან კარგი გამტარი ფინანსური კუთხით, იგივე ჯიტა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და მეორე სახელმწიფო პროგრამა ეს არის სტარტაპ საქართველოს. მე ჩემი სენტიმენტები მაქვს შეიძლება იმასთან რა ქვია საპარტნიორო ფონდთან, მაგრამ მე მაინც გონია რომ აი ამ კუთხით დეფინიციაში ცოტა მოვიკოჭლებთ, იმიტომ რომ იგივე სტარტაპ საქართველოში თქვა არ არიან ახლა ბევრი ბენეფიციარი არ არის პირდაპირ პროპორციულად ესე თქვა ტექნოლოგიებთან ასოცირებული და ასე შემდეგ. აი ამას უკავშირდება ჩემი შემდეგი კითხვა. ტერმინოლოგია რამდენად სწორად გაიგო ქართულმა ეკოსისტემამ ზოგადად სტარტაპის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მათ შორის ეკონომიკის სამინისტროშიც აიგივებს სტარტაპს მცირე და საშუალო ბიზნესთან, რაც იმთავითვე ძალიან დიდი შეცდომა, ნუ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში და აქედან გამომდინარე აი თქვენი შეხედულება როგორ არის ამ ხო, ნუ ალბათ ეგ მაგს ყველაფერსაც თავის მიზეზი აქვს, დავარქმევდი გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ბიზნესის კეთება, ბიზნესის წამოწყება ბევრისთვის არა თუ სიახლე, არამედ არც კი უფიქრიათ, არც ამ მიმართულებით არსებობს შეუხედავთ საკუთარი თავისთვის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებისთვის. რაღაც პერიოდი პრინციპში, რა ვიცი, ბოლო, რა ვიცი, 7 წელი, ან 8 წელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ იყო რაღაც ტენდენცია, როდესაც მაქსიმალურად სწრაფი პოპულარიზება მოხდა ამ ტერმინის. თუმცა იმდენად სწრაფი, რომ დეფინიცია ბევრმა არასწორად გაიგო, მათ შორის იმათმა, ვინც მე ამ დეფინიციას ავრცელებდნენ. და შესაბამისად ცოტა ფიქრობ, რომ ალბათ მაყურებელი, მომხმარებელი ან თუნდაც საზოგადოება ბიზნესის, მომავალი ბიზნესის შექმნელი საზოგადოებისთვის შეიძლება ცოტა დამაბნეველიც იყოს. თუმცა, რა ვიცი, პრინციპში არსებობს ბევრი, რა ვიცი, რესურსები, მათ შორის პროგრამები, სადაც კაფიო ასე ვთქვათ, ახსნა განმარტებები იძლევა იმის შესახებ, რომ სტარტაპი შედარებით სხვა მიმართულება არის და მცირე ბიზნესი, ასე რომ ვთქვათ, სხვა, ხო, რეალურად, როგორც ვთქვით, სტარტაპის ძირითადი სამი ფაქტორი, პრინციპში ეს არის, რომ უკავშირდებოდეს ინოვაციას, მეორე რომ კონდეს ინოვაციური ბიზნეს მოდელი, რომელიც ჯერ თვითონ ბიზნესი ეძებს მის ბიზნეს მოდელს და არ იცის თუ რა არის მისი, ასე ვთქვათ, საუკეთესო ბიზნეს მოდელი და ამის ძიებაშია და სწორედ ამიტომაც შეგვიძლია მას დაუძახოთ სტარტაპი და მესამე ასევე დანიშნული ეს არის, რომ სწრაფი გაზრდის შესაძლებლობა გქონდეს. აი ამ სამი ფიქრობ, რომ აი ეს სამი ძირითადი მახასიათებელი თუ აქვს რომელიმე კონკრეტულ ბიზნეს, ესე იგი მას შეგვიძლია თამამად უწოდოთ როგორც სტარტაპი, ხო? თუ რომელიმე მოკლედ არ აქვს, ნიშნავს, რომ ის არის რეალურად უფრო მცირე ბიზნესი, რომელიც რაღაც ალბათ კონკრეტულ სეგმენტს ან ლოკაციას მომსახურება. მე ასევე მინდა გითხოთ და მე უკვე გადავალ თქვენ საქმიანობაზე და IT მიმართულებაზე, რა თქმა უნდა, მაგრამ შეგნებულად ვცვავ ამ კითხვას, ეხლა თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაგაჩნიათ ზოგადად სტარტაპების მიმართულებით, როგორც საგანმანათლებლო ჭრილში, ასევე პრაქტიკულ დონეზე, ეხლა იგივე ბიზნესი და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბექგრაუნდი გაქვთ და აქედან გამომდინარე, ეხლა მე ჩემ მოსაზრებას გავაჟღერებ და გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ეკოსისტემამ გაცილებით უფრო კარგად აიტაცა ეს ინოვაციური და ტექნოლოგიური მიმართულებები, ვიდრე ტრადიციული, ასე ვთქვათ, სამეწარმეო ჭრილი, ხო? ანუ ეხლა ეს შეიძლება შეუიარაღებელი სტატისტიკით ვამბობ ამ ყველაფერს, თუმცა აუცილებლად გამოვითხოვ შესაბამის სტატისტიკას, რომ დავწმუნდე ან არ დავწმუნდე ჩემი, ასე ვთქვათ, დებულების სისწორეში. ანუ გაფეილების კოეფიციენტი ეს ვთქვათ, მაღალ ტექნოლოგიური ოპერირების ჭრილში გაცილებით უფრო დაბალია, ჩემი შეფასებით, ვიდრე მაგალითად ისეთი მიმართულებებით, როგორც არის სოფლის მეურნეობა, სადაც საუბრობთ, რომ აი საქართველოს ტრადიციულად სოფლის მეურნეობის ქვეყანა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იქ აშკარად ხედავთ ცალკეულწილად საგანმანათლებლო პრობლემას. იმიტომ რომ ვთქვათ, მეწარმეებს არ აქვთ ის განათლება, შემდეგ განათლებას არ მიუყავართ, უბრალოდ განათლების არ ქონას, არ მიუყავართ ფინანსებისკენ. სტარტაპების ჭრილში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით მე მგონია რომ გაცილებით სხვაგვარად არის სიტუაცია, იმიტომ რომ აქ ბენეფიციარები გაცილებით უფრო ორიენტირებულები არიან შედეგზე, განათლების კოეფიციენტიც ალბათ გაცილებით უფრო მაღალია. ნუ შეიძლება არარელევანტურია ხა ამ ორი მიმართულების შედარება, მაგრამ აი განათლება რას გვეუბნება რეალურად? აი ხა თქვენი შეფასება არის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი. შვენიერი, პრინციპში განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო. რეალურად ვფიქრობ, რომ
განათლების ხარჯზე, მათ შორის განათლების ხარჯზე, გარდა ფინანსებისა, ჩვენ როგორც რო შევადაროთ community ეკოსისტემა უნდა მიიღოს თავისი წარმატების შედეგი. ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი არის კიდევ გასაკეთებელი. განსხვავებით როგორც აღნიშნე ალბათ სოფლის მეურნეობის მიმართულებისა, პრინციპში სტარტაპ ეკოსისტემამ სწრაფად, ახალგაზრდა თაობამ სწრაფად ალღო, ალბათ ესე ვიტყოდი, თუმცა ჯამში საკმაოდ ბევრი კიდევ სამუშაო არის ამ მიმართულებით, მათ შორის საინტერესო სტატისტიკა თქვა თვითონ ქვეყნების ჭრილში, მაგალითად ისრაელი შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად, რომელსაც ახალგაზრდებში საკმაოდ პოპულარული არის სტარტაპები და ინოვაციების მიმართულება და საკმაოდ უფრო მეტი, ვფიქრობ, რომ კოეფიციენტურად უფრო მეტი არის ჩართული ვიდრე საქართველოში. და პოტენციალის კუთხით ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი პოტენციალი არის აქ და ეს არის გამოსაყენებელი, ასე რომ ვთქვა. კი ბატონო. ეხლა გადავიდეთ უკვე თქვენ სტარტაპ გამოცდილებაზე და სტარტაპ საქმიანობაზე. რეალურად მე მახსოვს, რომ ძალიან საინტერესო კონცეფციის მატარებელი კომპანია გაქვთ, რას გოგრა. კი ბატონო, აი რას საქმიანობს ეს კომპანია და ეს პრინციპში აგრო ონლაინ მაღაზია, რომელიც აი სოფლის მეურნეობა ვახსენეთ და აგერ პირდაპირ კავშირშია, კი ბატონო. თუმცა პრინციპში ციფრული არხები ტექნოლოგიების საშუალებით რეალურად ტრადიციულ მიმართულებას, ან ტრადიციული ბიზნესი იყო როგორი რომ მომხმარებელი, ან ფერმერი მიდიოდა რაიონიდან განსაკუთრებით ჩადიოდა ცენტრალურ ქალაქში, ყიდულდა რაღაც პროდუქციას და მე მიქონდა ისევ უკან ჩვენ პრინციპ წელიწად ნახევრის უკან დავიწყეთ ეს მიმართულება, რომ გვინდოდა და ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში დღემდე რომ გავაციფრულოთ მთლიანად სექტორი, ანუ მათ შორის ამის ტენდენციებს საკმაოდ ხედავთ და პანდემიამ პრინციპში აჩვენა, რომ საჭირო არის. ანუ თქვენც იმ კომპანიების კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც გამოწვევა იყო პანდემია და არაფერი. ჩვენ პრინციპში ვფიქრობ, რომ ალბათ საკმაოდ მომზადებულები დავხდით, იმიტომ რომ მანამდე ბევრად ასე რომ ვთქვათ, ადრე ქონდა მიმართულებით ბევრი სამუშაო გაწეული და რეალურად ჩვენი მიზანი რა არის, რომ ბევრი მომხმარებელი, ფერმერს მივცეთ წვდომა ნებისმიერ პროდუქციის შეძენისთვის, რომ იყიდონ ონლაინ და ამისთვის რაღაცა არ მოუწიოთ ფიზიკურად რაღაც ჩაგამქცევას, რეალურად ვცვლით ქცევას მომხმარებლებს. იტაცებს ამას ბაზარი რეალურად, ანუ რამდენად რენტაბელურად ხდება, რამდენად ადეკვატურად უბრალოდ ხდება და ანუ აი ეს თქვენი შეთავაზება, ანუ ამ შემთხვევაში ინოვაციური შეთავაზება, რამდენად მისაღებია ბაზრის. პრინციპში ბაზარი არის მზარდი, როგორც ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა, ისე თვითონ ბაზარიც არის მზარდი, გულისხმობ იმას, რომ პრინციპში ადამიანები დარწმუნდნენ, რომ რაღაც ერთ და იგივე პროდუქტის შესაძენად მათ აღარ სჭირდებათ რაღაც კონკრეტული მაღაზიაში ჩასვლა, შეუძლია სახშივე მიუვიდეს, თავის რაიონში, სოფელში, ზუსტად იგივე პროდუქტი, იგივე ფასად, რასაც ის ყიდულობს. სხვაგან შესაბამისად, განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში, როცა ყველა ჩაიკეტა და სახში იყო, თან აქტუალური გახდა ეს მიმართულება და მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა. კი ბატონო, წარმატებები გოგრას ამ შემთხვევაში. შესაძლოა ახლა ჩვენი პირველი ბლოკის სტუმართან პირდაპირ პროპორციულად ილინკება, მე მგონი, თქვენი საქმიანობა. კონტრაქტორები რამდენი გყავთ? ჩვენ ყავს დაახლოებით 50-მდე კომპანია მომწოდებელი, რომელიც ასე რომ ვთქვათ, გვაწვდის თავის, რომლის პროდუქციას ჩვენ ვყიდით, ასე რომ ვთქვათ, ციფრული არხებით. ძალიან საინტერესოა. გადავიდეთ უკვე IT მიმართულებაზე. IT მიმართულება არის საკმაოდ კომპლექსური, ესე ვთქვათ, მიმართულება ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ახლა ეყრება საფუძველი თქო ვერ ვიტყვი ხა მე მახსოვს იგივე ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული დაიწყო ამ მიმართულებით გარკვეული ვექტორების გავლება რომ რეალურად მთლიანში და პროდუქტში ქვეყნის ეკონომიკაში უნდა ემუშავა ამას თქო ქონოდა ძალიან დიდი დატვირთვა შესაბამისად კადრების გადამზადება ძალიან მნიშვნელოვანი სკოლები გვაქვს ამ ჭრილშიც საბაზისოდ აქედან გამომდინარე რა ხდება ამ კუთხით ნუ ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუციას წარმოადგენთ კიდევ ერთხელ და შესაბამისად აი ამ გადმოსახედიდან ორმაგაც საინტერესოა თქვენი ხედვა რა ხდება ამ ჭრილში როგორია ეკოსისტემა და რა დრო ენერგია და ფინანსური კონტრიბუცია ეთმობა რეალურად IT მიმართულების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. კეთილი, პრინციპში პანდემიამაც ის პანდემია. ნუ სტარტაპერებისთვის ყოფილა ეს პანდემია. აი მათ შორის ასე რომ ვთქვა დისტანციური მუშაობის საშუალება ყველაზე კარგად
მიეცა იმ ადამიანებს, ვინც მათ შორის ტექნოლოგიებში არიან დასაქმებული, რომელსაც ტექნოლოგიების ან რაღაც კომპიუტერის და ინტერნეტის საშუალებით შეუძლია თავისი ცოდნა ან შესრულებული სამუშაო გააზიაროს და რა ვიცი, გაუგზავნოს დედამიწის მეორე ნახევარში. საქართველოში IT ისევ როგორც მსოფლიოში მზარდი ინდუსტრია არის და მზარდი სფერო არის. განათლების კუთხით შეიძლება გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი ნიჭიერი, ასე რომ ვთქვათ, ახალგაზრდა და პროფესიონალი არის საქართველოში, რომელიც საქართველოდან მათ შორის მუშაობს საერთაშორისო საკმაოდ ცნობილი კომპანიებისთვის. ამ მიმართულებით კერძო სექტორმაც დაინახა, როგორც გითხარით, საჭიროება. კადრები ისევ როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც საკმაოდ მცირე არის, იმიტომ რომ მოთხოვნა არის, შეიძლება ითქვას. გვაქვს ტვინების გადინება ამ კუთხით. რეალურად ესე ვიტყოდი, რომ ბევრი კომპანია გადინებით, ან ფიზიკურად ბევრი აღარ გადის. აღარ გადის. ანუ დისტანცია, ნუ ეს პანდემია ისევ და ისევ, მაგრამ აი ტენდენცია როგორი იყო, იმიტომ რომ ხა შეერთებულ შტატებში, კანადაში, შვეიცარიაში არის ძალიან დიდი მოთხოვნა, ირლანდია იგივე. შესაბამისად IT მიმართულებაზე, აი ეს ახალი ეკონომიკები, ნუ განსაკუთრებით ირლანდია, შვეიცარია, სხვადასხვა ბალტიისპირეთიც რაოდენ განსაკვირი არ უნდა იყოს, ზრდიან მოთხოვნას მთლიანობაში და აი ამ ჭრილში ნუ ხა ქართველი ბენეფიციარები, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებენ ყველანაირ მოთხოვნას და აი ამ ჭრილში რა ტენდენცია ქონდა პანდემიამდე ოღონდ. ტენდენცია საქართველოსთან მიმართება შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი უცხოური კომპანია შემოდის, ასე რომ ვთქვათ, ანუ ადგილობრივ პროგრამისტებს, ასაქმებს, მაცავე, რა ვიცი, სტარტაპებში, კომპანიებში, რომელსაც საკმაოდ დიდი შემოსავალი და ბრუნვები აქვთ საზღვარგარეთ. ამ კუთხით თუ შევაფასებთ როგორც რა გადინება, ასე რომ ვთქვათ, კადრების, თუმცა ეს ამის თავისი დადებითი ასე რომ ვთქვათ, მხარეც აქვს, იმიტომ რომ შემოსავალი არის უცხოურ ვალუტაში, დახარჯვა უშუალოდ რეალურად რაღაც რო შევხედოთ რაღაც ერთის მხრივ რაღაც ინვესტორს, რო შევადაროთ ინვესტორს, რომელმაც რაღაც თანხის ინვესტიცია გააკეთა, შეიძლება რაღაც პატარა სასტუმროს ინვესტორის ტოლფასი შემოსავალი მიიღოს ერთმა პროგრამისტმა მთელი წლის განმავლობაში, ხო, ეხლა ანაზღაურებებია თან ამ მიმართულებით. პრომოუშენის თვალსაზრისით აი საგანმანათლებლო ეკოსისტემა რამდენად ამ შემთხვევაში აწვდის სწორად სტუდენტებს, მომავალ ბენეფიციარებს ინფორმაციას, რომ რეალურად მოდი არ მინდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ მაინც უნდა გამოვიყენო, ანუ სარფიანობის თვალსაზრისით, ანუ ეს ძალიან მაღალ შემოსავლიანი მიმართულება. მე თვითონ ეხლა მათემატიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ჩემ დროს იყო 15 ესე ვთქვათ სტუდენტი მთლიანობაში მთელ ფაკულტეტზე. შემდეგ წლიდან წლამდე გეომეტრიული პროგრესით იზრდებოდა მართალია ეს მაჩვენებელი, მაგრამ აი დღეს მოთხოვნა როგორია და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები რამდენად სწორ პრომოუშენს ავლებენ და თავაზობენ ამ შემთხვევაში სტუდენტებს. პრინციპში ანუ არსებობს არის კომპანიები, მათ შორის საგანმანათლებლო კერძო სექტორი, რომელიც ამის პრომოუშენს აკეთებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო მეტი არის საბოლოო ჯამში გასაკეთებელი მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, იმისათვის რომ, რა ვიცი, ასეულობით, ასე რომ ვთქვათ, ასეულობით სტუდენტი თუ ახალგაზრდა ჩაერთოს ამ მიმართულებით. სამწუხაროდ ისევ მაღალი არის ხოლმე მოთხოვნა რაღაცა მენეჯმენტის, ფინანსების თუ იურიდიული მიმართულებით, სადაც წარმატებული კარიერის ან ფინანსურად თუ შევხედავთ რაღაც რამდენიმე 1000 შემოსავლის მისაღებად, შეიძლება 10 წელი იყოს საშუალოდ ან 7 წელი იყოს საჭირო, როდესაც ტექნოლოგიების მიმართულებით დაახლოებით 3-4 წელიწადში შეიძლება ასე რომ ვთქვათ აბსოლუტურად გასაგებით, აი ძალიან სწორი პარალელია, აბსოლუტურად გიდასტურებთ და ნუ აი ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო ჭრილში აუცილებელია სწორი ვექტორების გავლება, იმიტომ რომ ეს ტრადიციულად მოთხოვნადი მიმართულებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ნუ ესე ვთქვათ რაოდენობაზეა ორიენტირებული, შესაბამისად ის სარფიანი არ არის და რა თავარიან მუშაობის საშუალებას გაძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არა მარტო რაღაც გლობალურად ახდენს ესე ვთქვათ პიროვნების და კომპანიის პოზიციონირებას ყველაფერს თავი დავანებოთ. ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი, ძალიან ბევრი თემა დამრჩა, გასავლელი, თუმცა ახლა მომავალში პირობას ჩამოგართმევთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი კიდევ არაერთხელ იქნებით. ბატონი ზურაბ პერტაია პასუხობდა გადაცემა კაპიტალის კითხვებს, ამ დროისთვის სულ ეს იყო, მე უკვე ხვალამდე დაგემშვიდობებით. ამიერიდან დღეიდან მოყოლებული ანალიტიკურ ფორმატს შემოგთავაზებთ ორ შაბათს, სამ შაბათს და პარასკევს, იგივე დროს ბედნიერ საღამოს გისურვებთ და ხვალამდე. ქვეყანაში მიმდინარე მთავარი ეკონომიკური მოვლენების კომპეტენტური ანალიზი.